ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემსა და კახას შორის კომუნიკაცია ამ ფორმატში გადავიდა. ასე იწყება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. ლევან კობიაშვილი ამბობს, რომ საგანგებო ბრიფინგს ხვალ გამართავს და კახა ცხადაძე საჯაროდ უპასუხებს. ილაპარაკებს ყველა დეტალზე და იმ პირობაზე, რომელიც ფედერაციამ ნაკრების მთავარ მწვრთნელს შესთავაზა. თქვენ უყურებთ მაესტროს ფაქტორს, მე ვარ მაგდა ანიკაშვილი. მეორე დღეა მედია საფეხბურთო კონფლიქტს განიხილავს დღეს. ჩემი სტუმრები არიან თავად ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე. მოგესალმებით ბატონებო, დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის. ბატონ კახა, ჩვენ გუშინდელ ფაქტორში მაყურებელს მივეცით საშუალება, რომ მოესმინა ვრცლად სპორტის მინისტრის პოზიცია. მან დეტალურად ისაუბრა, ფაქტობრივად პასუხი გასცა თქვენს პრესკონფერენციას. მან თქვა, რომ მისთვის მიუღებელია ბრალდება, რომ ის ლობირებს ვინმე სხვას თქვენს პოზიციაზე და აქ თავად ახსენა მან გია გეგუჩაძის გვარი. ეს ლობირებს მეთქი. ეს თვითონ დაადასტურა, სახელი და გვარის თვითონ. სახელი და გვარი პირველად მედიაში მან თავად თქვა, მან თქვა, რომ ის დადებითად აფასებს თქვენს მუშაობას ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე. ის არის წინააღმდეგი თავად თანხის ოდენობის მომხრეა რეფორმების. თქვენთვის რამდენად დამაკმაყოფილებელი, გასაგები და დამაჯერებელია მისი განმარტება? ახლა რატო წარმოიქმნა ეს კონფლიქტი? იმიტომ რომ ინიციატორი საერთოდ ამ სქემის იყო ხეჩიკაშვილი. აქედან გამომდინარე იყო მოქმედი კონტრაქტი, რომელიც ჰქონდა მთავარ მწვრთნელს ეროვნული ნაკრების, რომელსაც ეს კონტრაქტი 2 წელიწადნახევარით ჰქონდა გაწერილი და აქვს და მოქმედია. თუმცა წარმოიქმნა ის, რომ წამოვიდა ეს ინიციატივა. ამ ინიციატივამ გამოიწვია ზუსტად ის სიტუაცია, რაც ეს ახლა არის და ძალიან სამწუხაროა და ყველაზე მთავარი, რაც ჩემთვის ყველაზე მთავარი რა არის და მე მგონი ყველა ადამიანისთვის ის არის, რომ ამით ზარალდება ეროვნული ნაკრები. ამით ზარალდება საქართველოს ნაკრები, ზარალდებიან ფეხბურთელები, რომლებიც ძალიან ნერვიულობენ და თქვენ ნახეთ, რომ აი მე 6 თვეში რაც ჩვენ მოვედით ჩვენი შტაბი შევქმნით, შევძელით და შევქმნით აი ეს რაც შევქმნით ძალიან შეკრული, ძალიან ერთწლოვანი გუნდი და რა თქმა უნდა პოზიტივით მომავალ შესარჩევს. აი ყველა აღიარებს პოზიტივს. ბატონ კახა, არავის არ უთქვამს, რომ პრეტენზიები არის თქვენს პროფესიონალის მიმართ. ამან გამაღიზიანა, რომ ზუსტად აი იმ ინიციატივამ რაც წარმოჭრა და აღიარა კიდევაც, ხო? თქვა, რომ ეს ინიციატივა მოდის მინისტრისგან, ხო? წარმოქმნა ეს სიტუაცია, რომელიც არავისთვის მომგებიანი არ არის. ყველასთვის წამგებიანია და კიდევ ერთხელ ვიძახი. არც მინისტრი არის თავარი და არც კახა ცხადაძე და არც ვინმე თავარი არის ეროვნული ნაკრები და ქვეყნის ინტერესი. აქედან გამომდინარე გამაღიზიანა იმან, რომ არ შეიძლებოდა, უნდა დაფიქრებული იყო მინისტრი, სანამ წარმოქმნიდა ამ სიტუაციას, იმიტომ რომ მოქმედი იყო ეს კონტრაქტი და როგორ ვფიქრობთ, ახლა მოქმედი კონტრაქტი და როგორ მოხდა ეს კონტრაქტის მოწერა, რომ რანაირად მოხდა. ხო, ფაქტი ხო ერთია, მოდი ვთქვათ ის, რომ ის 6 თვე, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მე ინტერში მუშაობდი, ყველა მის ინტერი გაკვეთა და იქიდან გამომდინარე არანაირი ფული მე იქ არ ამიღია იმ 6 თვეში, თუმცა აქედან მაინც არ ამიღია მე ნაკრებზე ფული, იმიტომ ნაკრებში ფული, იმიტომ რომ ესეც ჩემი ინიციატივა იყო. ინიციატივა იყო ისიც, რომ კახა დამეთანხმება, მე მგონი ახლა მოდით დავარღვევთ იმას, რომ კონფიდენციალობას არავითარ, უბრალოდ პროცენტულად დაახლოებით 55-60% წინამორბედი მწვრთნელების არაერთის რამდენიმეს შემცირდა თანხა, ეს ერთი და კიდევ ჩემი წინადადება არის, ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე, რაც იყო კონტრაქტი მედო, მოვიდა ახალი ხელმძღვანელობა, მოქმედი კონტრაქტიდან გამომდინარე ვიძახი, იმიტომ რომ ყველა ადამიანს თავის შემოსავლიდან გამომდინარე აქ რაღაცა თქვენ გაქვთ თუ არა განცდა, რომ გიქმნიან პირობებს, რომ თავად დატოვოთ? ისეთ რა არის, აი აქედან გამომდინარე მე გამიცდა ეგ განცდა და იმიტომ წამოიჭრა აი პრეტენზიები მინისტრის მიმართ, იმიტომ რომ მე არანაირი პრობლემა ლევანთან არ მქონია და არც მექნება და კიდევ ერთხელ ვიძახი, მე არ შევუქმნი, იმიტომ რომ ის არის ლევან კობიაშვილი, მე ვარ კახა ცხადაძე, ჩვენი ცხოვრება მთელი დაკავშირებული იყო ფეხბურთთან და იქნება დაკავშირებული ფეხბურთთან. თქვენ არ გითქვამთ, რომ მინისტრი ლობირებს გეგუჩაძეს, მაგრამ განცხადება იყო ძალიან გასაგებია მინისტრმა ეს თავად თქვა, მაგრამ თქვენ თქვით, რომ აქ იკვეთება მინისტრის პერსონალური დამოკიდებულება თქვენს მიმართ და მინისტრის პერსონალური დამოკიდებულება იმ ადამიანის შეიძლება იქიდან გამომდინარე და კახაც დაადასტურებს, მაშინ ერთი გუნდი არიან, ხო იყვნენ ძალიან დიდი ხანი ერთად მუშაობდნენ და ერთი გუნდი. ამან გამოიწვია ეს თორე ჩემგან არ წამოსულა ეს თემა, წამოვიდა იქიდან, რომ აი მედიამ გაავრცელა შემდეგ, რომ თუნდაც დაინტერესებული შეიძლება იყოს
პირადად იყოს დაინტერესებული და შესაძლებელია ხო ყველა ადამიანს აქვს რაღაცა სუბიექტური მოსაზრება და არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ ეს თავარი სუბიექტური დარჩეს უნდა სუბიექტური და თავარი არის რომ საქმეს რა ჭირდება ეხლა დღეს ის რაღაცა აი ეს გაკეთებული სამუშაო რაც გაკეთდა და ის ისევ დაიშალოს, ისევ და თავიდან დაიწყოს მე მგონი რომ არავის ხელს არ აძლევს. ლევან კობიაშვილის დღევანდელ განცხადებაში იგრძნობდა გულის ტკივილი იმის გამო რომ ამ თემაზე საჯაროდ მიმდინარეობს ლაპარაკი. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ეს არ იყო ეს რატო გავაკეთე იქიდან გამომდინარე რომ კიდევ ერთხელ ვიძახი რომ დავინახე რომ უკვე წიფდებოდა თქვა რაღაცა ის შეიძლება მოხდარიყო კონფლიქტი. ამიტომ არანაირი სურვილი არ მაქვს და კიდევ ერთხელ ვიძახი რომ მე არ დავაზარალებ პირადად მას არანაირად და ფეხბურთს არ დავაზარალებ პირველ რიგში, მაგრამ არის ყველაზე მთავარი ის რომ მე გუშინელი პრესკონფერენცია შეუთანხმე ჩვენი პრესპიკერის საშუალებით რომ მინდოდა რომ იცი რა არის ეს ეროვნული ნაკრები რატომ გავაკეთე პრესკონფერენცია ეროვნული ნაკრები არის ქვეყნის ამიტომ ესე როდესაც დავინახე რომ უკვე რაღაცა ჩიხში მიდიოდა უნდა გაჟღერებულიყო რომ ყველა უნდა ჩაერთოს ამაში ყველა უნდა ჩაერთოს რომ კიდევ ერთხელ ვიძახი არ დაზარალდეს ეროვნული ნაკრების ინტერესები всё მეტი ჩემთვის თავარი ფაქტორი არის ეს მეტი არა რაც შეეხება შემოთავაზებას ახლა პირადად რა ვისაუბრეთ ახლა მე ჩემიდან გამომდინარე გავაკეთე აქცენტი ესა გავაკეთე განცხადება თუ მე რა შემიძლია დღეს ოფიციალურად გაცხადდება დარწმუნებული ვარ შეიძლება კახამ ვერ გააკეთოს ახლა სანამ პრეზიდენტი არ ჩამოვა და პრეზიდენტი გააცხადებს და იქიდან გამომდინარე მე გავაკეთებ განცხადებას შესაძლებელია თუ არა იმ პირობების მიღება ოფიციალურად. ოღონდ ოფიციალურად როცა იქნება დღეს ასეთი სიტუაცია რომ თქვენი პირობა უკვე ნათქვამი გაქვთ ელოდებით პასუხს ფედერაცია ამაზე დათანხმდა ან მოლაპარაკებას ადგილი აღარ ექნება ამ შემთხვევაში თქვენ ულტიმატუმის სახით აღებთ პირიქით არა რომ მე გავაკეთე განცხადება დღეს აი იმ სიტუაციიდან გამომდინარე ჩემი პირადი სიტუაციიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვიძახი გავიარე ჩემი ვალდებულებები ხო ყველა ადამიანს გვაქვს რაღაც ვალდებულებები შეიძლება ბანკის შეიძლება ოჯახის მილიონი რაღაც საქმე იქიდან გამომდინარე გავაკეთე ეს განცხადება ამიტომ მე ხო არ ვიცი ახლა მე კი ვიცი მიახლოებით მაგრამ ოფიციალურად რომ გაცხადდება ოფიციალურად იმიტომ რომ ეს ნიშნულოვანი ხალხმაც უნდა გაიგოს შემდეგ უკვე გავაკეთებ განცხადებას კარგი ახლა სიტყვა უნდა მივცეთ ბატონ კახა ჭუმბურიძე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი არის ჩვენი სტუმარი ბატონ კახა ცხადაძემ თქვა თავისი პირობა დათანხმდება თუ არა ამ პირობებს ფეხბურთის ფედერაცია თუ შეიძლება ვიტყვით ბოდიში ვიხდი გაცილებული ვარ და მე ამ თემასთან სასაუბროთ მოვედი ზუსტად იმიტომ რომ ვიცი გულშემატკივარს დიდი ინტერესი აქვს მეორე არის მსოფლიოში რა ვიცი უამრავ ქვეყანაში არ არის კონფიდენციალური ნაკრების მსვლელის ხელფასი ამიტომ მე შემიძლია განვაცხადო და არანაირი პრობლემა არ არის რა ვიცი რატო არის დასამალი ეს ხელფასი ეს არის 120,000 ლარი თვეში ოღონდ დაკვითით 100,000 ლარს იღებს კახა ხელზე ეს არის ზუსტი ციფრი რა თუ ვთქვი შეგვიძლია კახა უარყოს და ჩვენი მოსვლის შემდეგ თავარი ის რაც განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ეს არის რადიკალური ცვლილებები ქართულ ფეხბურთში და ამაში ყველა დამეთანხმება რომ ქართულ ფეხბურთში საჭირო იყო ძირეული ცვლილებები და არა მარტო ამ მიმართულებით მაგრამ ერთ-ერთი მიმართულება იყო ესეც ეს ხელფასები რომელიც წლიდან წლამდე ნაკრების მსვლელებს ჰქონდათ და შემდეგ არ იდებოდა შედეგები და ჰაერში მიდიოდა ეს ფული და არ ხმარდებოდა არაფერს და ეს ფული შეიძლება მოხმარებოდა ბავშვთა ფეხბურთს და ასე შემდეგ კიდე სასიკეთოდ გამოგვეყენებინა ქართული ფეხბურთისთვის გადავწყვიტეთ რომ გადავსულიყავით საბმოსნუსო სისტემაზე კახა ცხადაძეს თვენახევრის განმავლობაში ლევან კობიაშვილი ესაუბრება მართლაც ისინი მეგობრები იყვნენ მაგრამ მე ძალიან მწყენს კახას ეს გამოსვლები არ უნდა გადასულიყო ტელევიზიით და პრესისგან პრესის მეშვეობით უფრო სწორედ და ლევანმა მას შესთავაზა ესეთი სისტემა რომ 50,000 ლარი ყოველთვიურად და იმ შემთხვევაში თუ მესამე ადგილზე გავიდოდა რაც არის პროგრამა მინიმუმი როგორც კახამ განაცხადა ის მიიღებდა სრულად იმ ხელფასს რაც ჰქონდა და თუ გავიდოდა მეორე ადგილზე ან პირველ ადგილზე მაშინ ის მიიღებდა კიდევ 50,000 მეც ანუ ეს 2 წლის განმავლობაში და ასტრონომიული თანხაზე ადიოდა თუ შედეგი გვექნებოდა თუ შედეგი არ გვექნებოდა რატო უნდა ქონდეს თუნდაც 100,000 ლარი თვეში ხელფასი ეს არ მესმის და რატო არ უნდა დათანხმდეს რა არის ამაში არასწორი მე მართალი გითხრათ ვერ ხვდები მით უმეტეს კონტრაქტის
პირობებში წერია. Ცალმხრივად შეუძლია ფეხბურთის ფედერაციას, ეს არის 3-4 პუნქტი, ეს ხელშეკრულება შეგვიძლია საჯარო გავხადოთ. 3-4 პუნქტი, ცალმხრივად ფეხბურთის ფედერაციას შეუძლია მთელი შედეგების მიხედვით მოხდეს გადახედვა. როცა კახამ ჩაიბარა ნაკრები იყო მე-5 ადგილზე და როცა დამთავრდა შესარჩევი ციკლი, ნაკრები ისევ არის მე-5 ადგილზე. ასე რომ ჩვენ სრული უფლება ჰქონდა დამსტარიყავით და გადაგვეხადა ხელშეკრულებისთვის. მით უმეტეს მას არაფერი არ აკლდება ხელფასიდან. ბატონ კახა, ამ ეტაპში დავამთავრებ ერთ წუთით და ხელფასიდან არაფერი არ აკლდება თუ გავა მე-3 ადგილზე, მაგრამ თუ მე-3 ადგილზეც ვერ გავა, ხომ თუნელი 50,000 ლარი ცოტა აკაცო ამ ქვეყანაში, რომ ადამიანი კონდეს თუნels ხელფასი, თუ ვერანაირ შედეგს ვერ დებს. და პლუს ამას კახად ამბობს რომ 6 თვე ჩამოვედი და მე ხელფასოდ მუშაობდი სამშობლოსთვის და $100,000 აქვს ფეხბურთს ჩვენ ესა გვაქვს საბუთი, სადაც $100,000 წინასწარ აქვს კახას თავის ხელფასიდან აღებული, ასე რომ ეს უფასოდ არ გამოდის უპროცენტო სესხი ფეხბურთის ფედერაციას მიცემული აქვს კახასთვის. აი ეს ყველაფერი საჯაროდ უნდა გახდეს, რომ მე ყველა ჩვენ გვეკითხება, რატო არ ამბობთ? რატო არ დავამთავრებ სესხი უპროცენტო ხა რა თქმა უნდა უპროცენტო სესხი ხო ვიცი რომელი ორგანიზაცია გასცემს უპროცენტო სესხს არ ვიცი. ხო და წინასწარ აღებული იქნა $100,000. ასე რომ არანაირი ამ სესხს უბრალოდ ხელფასში ჩაიწერა. ასე განიხილავთ ამ ხელფასიდან მე უნდა მოკლებოდა, მაგრამ წინასწარ იქნა აღებული რა. ამის თქმა მინდა მე რომ ასე რომ არანაირი ის არ ყოფილა რაღაცნაირი კახასთან ან შეტევა, რატო გადამისამართა ტარელ ხეჩიკაშვილზე. კი სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ და ჩამოვა ლევანი ხვალ და იტყვის. ფეხბურთის ფედერაცია იღებს ყველა გადაწყვეტილებას აბსოლუტურად და ეს არის შეურაცხყოფელი, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კი არ წყვეტავს თურმე მთელი ვინ უნდა იყოს ან ვინ არ უნდა იყოს, ან ხელფასი რამდენი უნდა გქონდეს. თურმე წყვეტავს სპორტის მინისტრი და სპორტის მინისტრმა საჯაროდ ილაპარაკა ამაზე, აქედან გაჩნდა სპორტის მინისტრი, მაგდა სპორტის მინისტრმა თქვა ივნისის მერე, რაც მე მოვედი ხელი იმაში სპორტის მინისტრად, მე განვაცხადე, რომ ამ ხელფასის გადახდას თავარი მცველისთვის მე არ ვაპირებ. ფეხბურთის ფედერაცია იხდიდა თავარი მცველის ხელფასს და დღემდე იხდის თავარი მცველის ხელფასს. ასე რომ მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთის ფედერაცია არის ამაზე პასუხისმგებელი. მისი პოზიცია, ბატონ კახა, სპორტის მინისტრის პოზიცია. დღეს ბევრმა თქვა, რომ ეს არის გარკვეული ჩარევა ფეხბურთის ფედერაციისში და საქმიანობაში. რა პოზიციაა ჩარევა? რომ საჭიროა რეფორმები და უნდა გადავიდეს ახალ სისტემაზე მწვრთნელების ხელფასის ანაზღაურების. ეს არის რჩევა ფეხბურთის ფედერაციის და ეს თუ თანხმდრაშია იმასთან ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან რა არის ამაში ცუდი? მე შემდეგ თქმა მინდა მცნელებს წარადგენს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აღმასკომზე და აღმასკომი ადგენს ამ მცნელებსაც და აღმასკომი განსაზღვრებს სახელფასოსაც. სწორედ როდესაც ლევან კობიაშვილი მოდიოდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად, მან განაცხადა, რომ ჩემი მთავარი მიზანია გუნდურობის პრინციპი. ის ერთპიროვნულად არ წვითავს გუნდთან ერთად. და ის რომ ტარიელ ხეჩიკაშვილი რაღაცეების ის გადამისამართება პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა, თითქოს ვიღაცა ებძვის, არ კახა მახსოვს მე შენ ბაქოში წიძახოდი რომ ვიღაცები გებძოდნენ ხან საჯები ხან მცნელები ხან პრეზიდენტები და რა შუაში ეს ძალიან გულიმწყლება. შენ არ უნდა გაგეკეთებინა ის რომ გამოსულიყავი და პრესით დაგეწყო ლევან კობიაშვილთან და ტარიელ ხეჩიკაშვილთან საუბარი. შენ შეგეძლო დამჯდარიყავი და გეთქვა დაგეფიქსირებია შენი პოზიცია და ასე შემდეგ. და ის რომ ჩვენ რაღაც ერთი გუნდი ვარ თქვა, გეგუჩადე და ამაში რას ვხედავ? ვერაფერს ვერ ვხედავ. არჩილ არველაძემ განაცხადა რომ შენ ახარ მისი მეგობარი და ეხლა რა ვილაპარაკოთ რომ ერთი გუნდი მოიყვანა თუ რა მოხდა. საშუალება რომ გიპასუხოთ ბატონ კახა თუ გაქვთ პირველ რიგში ერთი მოდით ახლა ესე თქვა ახლა მანიპულირება ფულთან დაკავშირებით ახლა იმ შედეგთან და ის 3-4 ხო ეს პუნქტი აუხსნათ ხალხს კახაცხადაძე მოვიდა და კონტრაქტში წერია ყველაზე მთავარი ამოცანა და მიზანი კახაცხადაძეს უწერია მიზანი წერია გარკვევით არის 2018 წლის სოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ქვეჯგუფში მინიმუმ მე-3 ადგილზე გავიდეს. კი ბატონო ეს არის მიზანი. კი, მაგრამ გუნდი რომელიც ერთი წუთი გუნდი მოვიდა, თქვენი გუნდი მოვიდა და თქვენი გუნდი მოვიდა ოქტომბრის ბოლოს, როდესაც შესარჩევი დამთავრდა. თქვენ რომელმაც თქვენ ჩემთან არ მოაწერეთ კონტრაქტს ხელი, მოაწერა სხვამ. თქვენ ამით საზღვრავთ რომ მე შედეგი არ მქონდა ამ შესარჩევში? თქვენ საზღვრავთ რომელიც მოხვედით ოქტომბრის ბოლოს? ჩვენ კი არ საზღვრავთ, კაცო, ცხრილში ხარ მე-5 ადგილზე, მე რას ვაზღვრავ? მე ცხრილში რო ვარ მე-5 ადგილზე, მე კიდევ ერთხელ ვიძახე, მე მოვედი იმ პირობიდან, რომელიც წერია კონტრაქტში და ჩემი ინიციატივა იყო ეს, იმ მომენტში მოვედი, როდესაც
იქ იყო, სადაც დარჩა, მაგრამ იყო მიზანი იყო ერთი, რომ 2018 წლის შესარჩევ ქვეჯგუფში მინიმუმ მესამე ადგილი დაიღოს. ამიტომ ეგ არის აბსოლუტურად აბსურდი და ტყუილი და ტყუილი რა არის ტყუილი კაცო? ტყუილი რომ ეხლა თქვენ მედავებით იმას შედეგზე წინათ შესარჩევის, რომელიც არც იყო გათვალისწინებული ჩემ კონტრაქტში. ჩემ კონტრაქტში იყო გათვალისწინებული, რომ გუნდი მომემზადებინა და უნდა მომამზადო ისეთ დონეზე, რომ მინიმუმ მესამე ადგილი აიღოს. ეგ-ერთი, მეორე ოფიციალურად განაცხადა, ეხლა იმიტომ რომ დანიშნულოვანი იყო, რომ ოფიციალურად განაცხადებინა ის. ამაზე გავაკეთებ, რა თქმა უნდა, ჩემ კომენტარს, ამიტომ ვერანაირად სამხრივად ვერ შეწყვიტა თქვენ კონტრაქტზე გადატყუილი, მეორე ისიც არის ტყუილი, რომ მე არავითარ შემთხვევაში და შენ დამოკიდებული ნოიძახი ეს ტყუილია, თქვენს ქვე ტყუილი. მე არაფერს არ ვეტყუები, დოკუმენტი მაქვს და დოკუმენტი მეც მაქვს, მე კი ბატონო. მესამე და მეოთხე პუნქტში წერია. შეგვიძლია გადავხედოთ შედეგიდან გამომდინარე. შედეგიდან გამომდინარე. შედეგი ტყუილი არ მეთქვამს არასოდეს და დაუკვირდი რას ლაპარაკობენ. შედეგი დაფიქსირდება 2018 წლის შესარჩევის შემდეგ. კი ბატონო, მაგრამ დაუკვირდი რას ლაპარაკობ. ტყუილი არ მეთქვამს არასოდეს. კი ბატონო. ბატონ კახა ჭუმბურიძეს მიმართ. ამ ეტაპისთვის თქვენ უკმაყოფილო ხართ იმ შედეგით, რომელიც აქვს კახა ცხადაძეს? კახა ცხადაძეს ჰქონდა გარკვეული გამონათებები, ამას არ უარყოფ მართლაც და მაგიტომაც არ მიიღო ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვეტილება, რომ გაეშვა კახა ცხადაძე პირიქით დაიბარა და რასაც ეხლა ამბობს მაგაში ვეთანხმები, რომ ის უნდა მივიდეს იქამდე 2018 წლამდე და იძახეს, რომ მესამე ადგილი უნდა ავიღო. ზუსტად ამიტომ შევთავაზეთ საბონუსო სისტემა. თუ აიღებ მესამეს, კახა არაფერი არ გაკლდება. ხელფას აიღებს სრულად. თუ გახვალ კიდევ უფრო წინ, უფრო მეტს აიღებ. რა არის ამაში მიუღებელი მითხარით? ქალბატონო ვაგდა თქვენ გამეწებაზოვე. ხო და გიხსნით რა, გიხსნით. რა არის როდესაც ეს კონტრაქტი გაფორდა, თქვენ იყავით აქ? იყავით ფედერაციაში? არა, მაგრამ კონტრაქტი ხომ აქვს. მაგრამ არა, ერთ წუთი რა. თქვენ არ იყავით, ხო? კაცი რომ კონტრაქტს გააფორმებს და მას გათვლილი აქვს ის 2 წელიწად ნახევარი. აქედან გამომდინარე და გითხარით კიდევაც ეს და ლევანის უთხარი კიდევაც. შესაძლებლობები ამ ეტაპზე დღესდღეობით რაც არის და რავალდებულებებიც აქვს. რაღა ყველაფერზე ხო არ დავწვრილმანდებით და ხო არ მოყვებით. რა შესაძლებლობებიც აქვს, თქვა დღეს იქიდან გამომდინარე შემოსავლებიდან მიიღო ეს, რომ არის ეს საშუალება და ეს განუცხადე კიდევაც ლევანს. ეს არის. ამიტომ ყველა ადამიანი თავის ცხოვრებას იქიდან გამომდინარე რა შემოსავალიც აქვს, იქიდან გამომდინარე გეგმას. ესე არ არის? გასაგები ან გაწყობს ან არ გაწყობს. და ჩვენი პირობა შემოგთავაზეთ რა არის? ახლა გავიგეთ თქვენი ოფიციალურად, იმიტომ რომ მე დანიშნულოვანი იყო ოფიციალურ ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ბატონო. ეს პირობა როგორც შანს ძალაში დარჩება, ჩვენ არ ვიცით ხვალ რა სიტყვის ლევან კობიაშვილმა, თუ ეს ძალაში დარჩა, თქვენ დატოვებთ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას? რა დარჩა. ნუ ამაზე უნდა მოვიფიქრო, უნდა დავფიქრდე, გადავწყვიტო, რა თქმა უნდა. ანუ გადაწყვეტილება ჯერ არ გაქვთ მიღებული. არა, რა თქმა უნდა, მე მაინტერესებდა ოფიციალურად. კი, თქვა ვიცოდი ეს წინადადება. ხო, მაგრამ ოფიციალური არის ეგეთ. გასაგები, ჩემი მხრიდანაც არის ოფიციალური წინადადება, არის ფედერაციის მხრიდან, მაგრამ იმაზე ძალიან აქ თქო და საერთოდ ამ თემაზე მე ნუ რაღაც გადახედვა შედეგი რომელი შედეგზე აქვს საუბარი ხალხ. რატო ლაპარაკობთ ამაზე, რომელშიც კახა ცხადაძე მოვიდა კონკრეტული მიზნით და ჩაწერა ეს მიზანი, იმიტომ მოვიდა აქ, რომ ეს გუნდი უნდა გაიყენოს 2018 წლის შესარჩევში მესამე ადგილზე და წერია პუნქტი, ყველაზე მთავარი მიზანი არის ეს. და ამიტომ მოვიდა ეს. თუ განიშნულებს ადამიანი ხო თუ აზროვნებს საერთოდ და მოვიდა იმ შემთხვევაში, სადაც ჩვენ მოვედით, იმ მომენტში, სადაც ჩვენ მოვედით, მოვიდა და იტყოდა რომ იცი რა მე აკლავე აი სამ თვეში ისე გავაკეთებ რომ ჩვენ გავალთ მეორე და მესამე ადგილზე მე თუნდაც ხო ეს იყო რა თქმა უნდა აბსურდი და არც გვითქვია ეგ და არც არავის შეპირები ვართ ხო აი ეს არის ყველაზე მთავარი ჩვენ მოვედით კონკრეტული მიზნით და იმიტომ დავთანხმდით ჩვენ აქ ხელი და კიდევ იმიტომ მოვედით და იმიტომ გავაუქმეთ ის კონტრაქტი რომელიც გქონდა ჩვენ სადაც ვიყავით რომ მიზანი და ამოცანა და ეს გულშემატკივრმა იცის კონკრეტულად წერია არის 2018 წლის შესარჩევში მინიმუმ მესამე ადგილი. თუ ფედერაცია გაწყვეტს კონტრაქტს თქვენთან, დაიწყებთ სამართლებრივ დავას? რა თქმა უნდა, და ხა ფაქტია რომ ნუ ხა ეგრე გაწყვეტა ხო არ შეიძლება, ეგრე ვერ გაწყვეტავს, რა თქმა უნდა, მან ერთადერთი წერია გადაიხედვა. გაწყვეტა არ წერია, ჯერ მეორეც კიდევ ერთი ხსნი. რანაირად გადაიხედოს, როდესაც კონკრეტული მიზანი არის სხვა.
გასაგები. ბატონ კახა, თქვენი პირობა თუ არ იქნა ის დამაკმაყოფილებელი კახა ცხადაძისთვის, თქვენ შეელევით ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს და იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმ შედეგზე, რომელიც ამას მოყვება ნაკრებში და ამას ბუნებრივია მოყვება შედეგი. რა თქმა უნდა, ყველაფერზე ვიღებთ ჩვენ პასუხისმგებლობას. და პასუხისმგებლობას რო არ ვიღებდეთ, რა აზრი აქვს ჩვენ მუშაობას და აქამდე პასუხისმგებლობის პირი რო არ ჩანდა და ყველაფერი იყო არასწორად, იმიტომაც მივიდა ფეხბურთი ამ დონემდე და როცა ხარ ხელმძღვანელი, პასუხისმგებელიც უნდა აიღო და რა გადაწყვეტილებასაც მივიღებთ, იმაზე ჩვენ პასუხს ვაგებთ, რა თქმა უნდა. ჩვენი გადაცემა გუშინ ეძღვნებოდა სწორედ ამ თემას და ჩვენ გამოვკითხეთ ძალიან ბევრი ფეხბურთელი, სპორტული ჟურნალისტი და ყველას განწყობა იყო ასეთი, რომ კახა ცხადაძემ უკვე ძალიან ბევრი რამ გააკეთა ნაკრებში, გუნდს გაუჩნდა ოპტიმიზმი, გუნდი შეიკრა. ბუნებრივი აი ეს შედეგი დაიშლება თუ კი ის წავიდა ნაკრებიდან. აი ამას თუ დაუშვათ აცნობიერებთ. შეიძლება რომ კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ არავინ არ უშვებდა კახა ცხადაძეს. შეთავაზა ლევან კობიაშვილმა, რომ ჩვენ ვართ ერთი გუნდი, უბრალოდ თავაზობ ამ სისტემას სახელფასოს. მიუღებელი ამაში რა არის, მით უმეტეს მესამე ადგილი არის დაგეგმილი თვითონ ამბობს. მესამე ადგილს თუ აიღებ ხელფასს, აიღებ თლიანად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რამდენჯერ თქვა ერთ და იგივე. თუ კიდე მეორეზე გახვალ, აიღებ კიდევ უფრო მეც და ძალიან ბევრი გამოდის, ეს გამოდის რაღაცა მილიონებამდე და რატო არის ამაში მიუღებელი არაფერი? ოღონდ თავში ნუ აიღებ, შენ სანამ შედეგი არ გექნება, თავში აიღე 50000 ლარი ყოველთვიურად. 50000 ლარად მე მგონი შეიძლება ცხოვრება ხო საქართველოში? იმ თანხას რაც შეეხება კიდე რომელზეც ამბობს კახა ეს თუ მეორე ადგილზე გავა და თქვა მოხდა სოფლიო ჩემპიონატზე ის თანხა წერია ჩემ კონტრაქტში და ჩემ პირად კონტრაქტში და მაგრამ ყველა მიცის ფეხბურთელმა რომ პირველივე დღიდან როდესაც მოვედი მე ფეხბურთელებს ვუთხარი რომ ეს თანხა არ არის ჩემი მიუხედავად ისა ჩემ კონტრაქტში წერია ეს თანხა არის მაგათი და ეს მაგას დაადასტურებს ყველაფერი. მაგრამ შენ მერე გაძლევენ კიდე მეც კაცო იმის გარეშე კიდე გაძლევენ. ვინ მაძლევს? ვინ და ლევანის მოლაპარაკება რომელიც შენთან იყო, გითხრა თუ მეორეზე გახვალ კიდე 50000 ეგ მაგ თემა არ ყოფილა. ეგ თემა მაგ თემაზე არ ვისაუბრე. მაგ თემაზე არ ვისაუბრე. შეიძლება მეშლება. არ მინდა ეხლა. აქ თემაზე, ამიტომ მე ვიცი რომ ისაუბრეთ. არ ვისაუბრია. დავასრულოთ ეს დისკუსია თუ თქვენს აღარ გაქვთ დასამატებელი ბატონებო არაფერი მე ის გადამრჩენია რომ გადაგიხადოთ მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის